Roman Gotsiridzė, Guetruis Metrs, Madlova. Studიაში სტუმრობისთვის, ბატონო რომან. მოკლედ, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ეს ქარხანა არ არის დასრულებული და შესაბამისად ვერ გაიტანდა გადამუშავებულ ნავთობს წესით 56-თან ასეთი სოლიდური თანხა დასახელდა 56 მილიონი დოლარის. აფიორა ასე უწოდეთ თქვენ ამას. კიდევ უფრო მეტად და ცხადად რომ უთხრათ მაყურებელს, რატომ გონიათ ასე? მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ მალავენ ამ შექმნილ ვითარებაზე იმ სკანდალს, რაც ევროკავშირში ყოველი სპორტის დასანქცირების პროცესი ჰქვია, კომენტარს არ აკეთებენ უკვე 2 თვის განმავლობაში ყულევთან დაკავშირებით, არა მარტო ყულევის ტერმინალთან, არამედ აი ამ შენებარე ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით და რამდენი სკანდალი აქვს და რა გემები შემოვიდა, თუ როგორ თიშავდნენ ისინი აი ამ ამოსაცნობ ნიშნებს, რუსული ნავთობი თუ როგორ შემოდიოდა, ერთი კომენტარი არ გაუკეთებია მთავრობას, მაგრამ სტატისტიკას ვერცად გაექცევი. საოცარი რაღაცა ვნახეთ. ქვეყანა, რომელსაც არა აქვს ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, ყულევში შენდება და ჯერ არ აშენებულა. იქ რომ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა იყოს და 56 მილიონი დოლარის პროდუქცია რომ შეექმნა მას იანვარში, იქნებოდა საოცარი მოძრაობა და კვამს ხობში კი არა, იმ აბაშაში დაინახავდი. ნავთობის გადამუშავება ნიშნავს თბურ, ასე ვთქვათ, პროცესებს. საოცრება ის არის, რომ ამ ქარხანაში ვითომ გადამუშავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი, ანუ შემოვიდა ნედლი ნავთობი რუსეთიდან და ნედლი ნავთობი რო შემოვიდეს და გემებს რო ხედავთ, ამას ჩვენი თვალითაც და ასე ვთქვათ, სტატისტიკურადაც ამას ვამჩნევთ, მაგრამ როგორ ხდება მისი გადამუშავება 30 მილიონი ნოემბერში, 30 მილიონი დეკემბერში, 56 მილიონი იანვარში და ქვეყანა ლამის აზერბაიჯანის ტოლფასი ექსპორტიორი ხდება 3 თვეში 116 მილიონი დოლარის ღირებულების მზა პროდუქტი გავიტანეთ. ანუ შემოვიტანეთ ნედლი ნავთობი, გადამუშავება არ შეგვიძლია, მაგრამ საიდანღაც აერში რაღაც ცირკის ფოკუსივით გაჩნდა დიზელის საწვავი, ალბათ საავიაციო ნავთობი და ან რას გააფორმებენ ქაღალდზე ამას ვნახავთ. საქართველოში ამ 3 თვეში 116 მილიონი დოლარის, ანუ 300 მილიონი ლარის მზა პროდუქცია რომ გამოუშვა 300 მილიონის სულ მცირე 30%-ია საქონლის ბუნვაში შრომის ანაზღაურება. სულ მცირე 90 მილიონი ლარის ოდენობის ხელფასი უნდა გაცემულიყო ყულევში და რამდენი მუშა უნდა ყოფილიყო, ალბათ 1000 მუშა, 90 მილიონიდან საშემოსავლო გადასახადი 18 მილიონი უნდა შესულიყო ბიუჯეტში და შემდეგ დღგ მოგება და ასე შემდეგ. სანაში რა ხდება? მოადგება გემი. ჩაასხამს რაღაცას, ნედლი ნავთობი თუ არის შეუძლებელია მისი გადამუშავება საქართველოში. ან უკვე გადამუშავებულ ნავთობს ეჭვია. ან გადამუშავებულ ნავთობ, ან უკვე რუსულ დიზელს ჩაასხამს, რომელიც შემოსვლისას ხალბად ფორმდება ნედლ ნავთობად და შემდეგ უკვე მზა პროდუქტი გააქვს და სად გააქვს? იმაში მალტაში. მალტა გახდა საოცარია ჩვენი საექსპორტო ქვეყნების ათეული. მალტაში და ეს საქართველოში ვითომ წარმოებული ნავთობ პროდუქტი შარშან ამ ნოემბერ-დეკემბერში გავიდა მალტაში, გიბრალტარში და ემირატებში. ანუ იმ დონის და იმ ხარისხის ნავთობს აწარმოებს ეს არარსებული ქარხანა, მშენებარე ქარხანა, რომ ევროპული სტანდარტით შევიდა უკვე ბაზარზე. ბლეფია რა თქმა უნდა. ან მეორე უფრო სკანდალური შემოდის მართლაც რუსული ნავთობი. საბაჟოზე არ ხდება ნავთობს ვამბობ, ნედლი ნავთობი, ანუ მძიმე მეტალახისნაირი წარმოვიდგინეთ. ის ხმება სოკარის ტერმინალში, ყულევში და შემდეგ უკვე მზა აზერბაიჯანული ნაწარმი გადის საქართველოში წარმოებული სახით. ეს სერიოზული ბრალდებაა. მაშინ რატო ასანქცირებენ? ევროკავშირში რა ხდება? ან ყველაზე ასე ვთქვათ, საშუალო ვარიანტი შემოდის არანედლი ნავთობი, არამედ უხარისხო დიზელის საწვავი და შემდეგ ხდება მისი ბლენდირება, ქვია შერევა, მაგრამ 100 მილიონი დოლარის ასე ვთქვათ პროდუქცია რომ გაიტანო, ასე ვთქვათ უხარისხო, ჩვეულებრივი ენით ვამბობ, დიზელის საწვავი, 2 იმდენი უნდა შეურიო. და რუსეთიდან არ შემოდის ხარისხიანი დიზელის საწვავი, რომელიც შესარევად იყენება, ანუ პროპორცია 1:3, ანუ ვაში გამოდის რომ შემოდის უხარისხო რუსეთიდან და ხარისხიან აზერბაიჯანულ წმინდა, ასე ვთქვათ, უკვე დიზელის საწვავს ურევ ამ რუსულში და მე ამას არ ქმნევ სახელად ქართულს და გაგაკ ექსპორტზე. მოგეთ რომ თქვათ
შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, მე რა არის უკრაინაში ომით ვიხეიროთ, ვიღაცები ხეირობენ, შემოვიტანოთ, გავყიდოთ. არის რუსეთის სანქციების თავის არიდების ცდება. შეიძლება არაზრუს, მაგრამ მეორე მხრივ არავინ არ ხეირობს. ამაში არც ხელფასები გაიცემა, არც დეგეგი, არც ბიუჯეტში არაფერი არ შედის. შემოვიდა რუსეთიდან ნავთობი ან ნავთობპროდუქტი ჩაისხა ტერმინალში, რამდენიმე დღის შემდეგ გადაიტვირთა გემზე და წავიდა სადღაც. ჩაისხა ამოიღეს, გადაიტვირთა, ვიღაცამ ნაღები აიღო, რამდენიმე ათეულ ადამიანს და მათთან დაკავშირებულ კლანს, ეს მილიონები, ასე ვთქვათ, მათთვის დიდი შემოსავალია, მაგრამ ქვეყანა რას იღებს, არაფერს არ იღებს, კარგავს და სერიოზულად რეპუტაციულ ზიანს იღებს. მე ახლა მინდა თქვენ საინტერესო შესავალი ქონდა და რატომღაც ამაზე არ საუბრობენ არც საქართველოში, არც აზერბაიჯანში. მე პირდაპირ მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას და აზერბაიჯანის მთავრობას. კი, მაგრამ აზერბაიჯანული პორტი ყულევი არის აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიის ნავსადგური. აზერბაიჯანულ პორტს ევროკავშირი ასანქცირებს. აქეთ არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აზერბაიჯანულ, ასე ვთქვათ, კომპანიას და ეს უკვე არის ქართული, ასე ვთქვათ, პორტი, მიუხედავად ამისა, ვინ არის დამფუძნებელი, ეს უკვე დეტალებია, ისევე როგორც დამფუძნებელი ვინ არის ამ ყულებში, მაკასათიანი თუ რუსი მისი პარტნიორები ერთია, მაგრამ რუსეთს კი არ ასანქცირებენ, საქართველოში არსებულ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში ხდება ეს манипуляციები. და ამ შემთხვევაში ზიანდება ორივე ქვეყანა. სერიოზული რეპუტაციული რისკები არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, ვინაიდან არ დასანქცირებულა რუსეთის არც ერთი პორტი, მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთი უკვე მე-20 პაკეტი არის სანქციების. ეხლა რა ხდება? ნოვოროსისკის პორტი მუშაობს. რუსული ნოვოროსისკიდან შემოვიდა ის რუსნეფტის 100,000 ტონიანი ტანკერი აგერა ჩვენთან ყულევში და აი ამ შენებარე პორტში. ის მაშინ დასანქცირებული არ იყო. როსნეფტი არა, რუსნეფტი ერქვა. გემიც არ იყო დასანქცირებული. ანუ ნოვოროსისკიდან ტვირთების მოძრაობა კი არ იგრძალება, იგრძალება სანქცირებული გემების და რა თქმა უნდა. სანქცირებული კომპანიების ნავთობის მოძრაობა. ერთადერთი პორტი რომელიც არის დასანქცირებული, რაგინ საოცარი არ უნდა იყოს, ეს არის ყირიმის პორტები, სევასტოპოლი. იმიტომ რომ სიმფეროპოლი. ეს არის სადაც გემებს ეგზალება შესვლა. აქ რა იხილება ინდონეზიისა და საქართველოს ყულევის პორტი სანქცირდება და არა პორტში შემავალი რუსული ნავთობი. თავისთავად ეს მონაცემიც ბევრ ამას ამბობს. და მაშინ რატო არ იძლევა გადმარტება საქართველოს მთავრობა, აზერბაიჯანის მთავრობა, სოკარი რატო არ იძლევა პასუხს? იქნებ სოკარმა დააღალატა საკუთარი მთავრობა და რაღაცა იჩალიჩეს ქართულმა და ამ აზერბაიჯანულმა, ასე ვთქვათ, მხარეებმა, მithumetes აზერბაიჯანში იშვიათია, რომ დამოუკიდებელმა მედია, მიქ დამოუკიდებელი მედია არ არსებობს, მაგრამ ფორმალურად კერძო სტატუსის მქონე აზერბაიჯანულმა ინტერნეტ გამოცემამ ჰაკინ აზი, ასე ქვია, ერთი თვის წინ მიმართა სოკარს. აგვიხსენი რას შვებით და რა ხდება, ვინაიდან ყულევს ასანქცირებენ. ეს ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ისეთი ხდება, რომელიც შესაძლებელია აზერბაიჯანის მთავრობისთვისაც იყოს სიურპრიზი. რას ნიშნავს ყულევის დასანქცირება? აზერბაიჯანს თავისი ნერლი ნავთობი გააქვს საქართველოს გავლით ბაქო, თბილისი, ჯეიხანის ნავთობსადენი. ხოლო აზერბაიჯანს თავისი მზა პროდუქცია როგორც არის ბენზინი, დიზელის საწვავი, მაზუთი, ზეთები, ავიაციო ნავთი და ასე შემდეგ გააქვს. ყულევიდან აზერბაიჯანი მოკვეთილი იქნება მსოფლიო ბაზარს 2.5 მილიონი ტონა ტვირთი შემოდის აზერბაიჯანიდან რკინიგზით, საქართველოს რკინიგზით და მიდის ყულევში. საქართველოს სხვა საკითხია, საქართველოს რკინიგზა უზარმაზარ ზიანს მიიღებს, მაგრამ აზერბაიჯანმა როგორ უნდა გაიტანოს თავის საქონელი? ამ 2.5 მილიონში არის ყაზახურიც არის, თურქმენულიც, მაგრამ ძირითადად ეს არის აზერბაიჯანის მზა ნაწარმი. ამიტომ აზერბაიჯანისათვის იქნება უზარმაზარი დარტყმა. როგორც რეპუტაციული, ასევე ფინანსური. დღეს ეს არ მოხდება ალბათ, ვინაიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ იტალია არის წინააღმდეგი. 27 ქვეყნიდან 25 არის მომხრე სხვათა შორის. წარმოგიდგენიათ? ორი ქვეყანაა წინააღმდეგი ტრადიციულად საქართველოს გამო. ორბანი, ანუ უნგრეთი და როგორც ჩანს ეს ტრამპის გეგმები და ვიცე-პრეზიდენტის ჩასვლა სომხეთ აზერბაიჯანში ეს უზარმაზარი სამშვიდობო და ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური პროექტები
სინამდვილეში მთელი ეს ტრამპის ეს ასე ვთქვათ ინიციატივა წყალში ჩაიყრება და იტალია როგორც ჩანს ამერიკის დავალებით თუ მისი პირადი ინტერესის ვინაიდან აზერბაიჯანული ნავთობი საქართველოს გავლით ნავთობი არა გაზი მიეწოდება იტალიას იტალია არის გადამრჩენი ახლა ყოლევის სპორტისა დასანქცირებისაგან ფაქტია რომ დღევანდელმა სტატისტიკურმა მასალებმა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი აურზაურისა და დაფიქრების საბაბი გაუჩინა ევროკავშირს. ყველაზე მნიშვნელოვანია დუმილი, რომელიც მაგრამ თუ დავაკვირდებით ბატონო რომან, აქ იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩის როცა შეხვდნენ, იქ იყო საუბარი, რომ მათ შორის იყო, ანუ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ამ რეპრესიულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვდნენ, მაგრამ იყო საუბარი ასევე სანქციების მოსალოდნელობაზე. იქ არ იყო დასახელებული მაინც და მაინც ყურლები, მაგრამ ნუ სავარაუდოა, რომ რაღაც არხებით ისინი ამ საკითხის გადაჭრას ალბათ ცდილობენ, არ ვიცი, რამდენად წარმატებით. ერთი კითხვა მინდა დაგესვა, გასაგებია რომ ეს არ ეხებოდა ნავთობს და ეხებოდა გაზს. ბატონი დავითაშვილის განცხადება სუსიდან გამოსვლის შემდგომ, აქ რა ძაღლის თავი გონიათ დამარხული, მე რომ დაუყოვნებლივ რომ უარყვეს, რომ ეს კაცი სისხლის სამართლის საქმეზე იყო აქ გამოკითხვაზე და გასაუბრებაზე კი არაო, ევროპის მიწოდებაზე იყო გაზის საუბარი. დავითაშვილი ამავდროულად არის სამყოლევის ქარხანაში სამხოლოდ საბჭოს წევრი საქართველოს მთავრობის სახელით. ეს ქარხანა რომელმაც გუშინ განაცხადა რომ პირველი ნაწილი ასე ვთქვათ ჩვენ დავამთავრეთო ან დამთავრება არ ნიშნავს ამუშავებას ისე ვამბობ ამუშავება ნიშნავს როგორც იმას ელოდებიან კვამლის ამოსვლას ვატიკანიდან ასე ველოდებით კვამს იმაში რა ქვია ყულებში და არ არის ეს კვამლი გამოხდა არ ხდება მაგრამ მეორე ნაწილს ვიწყებთ რას იწყებ ფული არა აქვს 59 მილიონით შენდებოდა სოკოიმის ფულით ქართულ ფულით ანუ სინდიცირებული კრედიტი სამი ბანკი პრორუსული ორიენტაციის ბანკი გაერთიანდა ქართულ ჩინური ბაზის ბანკი და ყაზახური ბანკი მისცეს ფული არ ეყოთ მისცა საქართველოს 3 მილიონი დოლარი არ ეყოდა ერთი თვის წინ კიდე 5 დაუმატა და ამ 8 მილიონ დოლარს მიაყოლა საბუთალყო საბჭოს თავისი კაცი რომელიც არის დავითაშვილი ახლა დამოკითხვაზე დაიბარა ეს ამ დავითაშვილს იბარებენ ერთის მხრივ რატომ გააფორმეთ ცუდი ხელშეკრულება გაზ იმასთან აზერბაიჯანთანო მართლაც იქ საშინელი რაღაცაა ჩვენი მილი ბაქო-თბილისი ერზერუმის დაცული მილი საიდანაც ღებულობდით გაზს დაუთმეთ აზერბაიჯანს იმის გამო რომ ევროპაში დამატებითი გაზი გაეტანა და მილიარდ ნახევარი გაზი უკვე გერმანია და ავსტრიაში შევა და მივეცით ეს მაგრამ რის საფასურად თუ რაღაცას აძლევ რაღაცა უნდა მიიღო გადაგვაგდეს გახორეტილ სოკარის მილში საბჭოთა დროინდელ მილში და ჩვენ რომ გაზი მივიღოთ და 100%-ით აზერბაიჯანული გაზი შემოდის იმ მილიდან რომლის გამტარუნარიანობა არის შეზღუდული წნება რომ მოიმატოს გასკდება შუაში და ამიტომ ჩვენ იძულებული ხდებით რომ რუსეთიდან შემოიტანოთ გაზი მართლაც ეს ხელშეკრულება თუ ვიღაცას ეჭვი შეეპარა რომ დავითაშვილს იჭერენ ვინაიდან ასე ვთქვათ ღარიბაშვილი დაჭერილია მისი მოადგილე მინისტრი მიქავტაძე დაჭერილია და ეს შუაში როგორ არის ისე გაჭრილი რომ რაღაც არ დაჭერო ასე ვთქვათ რაღაცას ხელი არ გამოკრას, მაგრამ სინამდვილეში პარადოქსი ის არის, რომ ერთის მხრივ ეს არის ღარიბაშვილის მთავრობის წევრი და მეორეს ყობახიძის მთავრობას წარმოადგენს ყულევში, სადაც როგორც ხედავ საშინელი მაქინაცია და დანაშაული ხდება. ამიტომ დიდი ამბებია მის თავს. ხო, ასე რომ ჩემს აზრით დასაჭერად კი არ დაუძახეს მას. მას წამოწდა უბრალოდ არ უნდა ეთქვა ის გაზი ევროპის უსაფრთხო მომარაგებაზე ვზრუნავდი მე რომ ამ ხელშეკრულებას ვაფორმებდი და უცბად სუსი გაგიჟდა გამოდის რომ გახეთქა თემა შანტაჟის თემა რომ აშანტაჟებენ აზერბაიჯანს და ევროკავშირს და ეს მოიყვანეს ვითომ გაზის საკითხებთან სალაპარაკოდ და არა დასაჭერად და ახლა რომ უცხოეთში ეწასული დაბრუნდება არავითარი გაქცეული არ არის და მათ გააკეთეს განცხადება რომ ჩვენ ვზრუნავთ ქვეყნის ასე ვთქვათ გაზმომარაგებაზე და თუ ვინმე მცუდი კონტრაქტები გააფორმა ანუ აზერბაიჯანს უქნებენ თიც ამას შევისწავლით არა და პირველ რიგში გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებაა შესაძლებელი რაც გახეთქა ასე ვთქვათ და ყოჩახ თქვენ ფორმულამ და ის დიდი სკანდალი ვიცით რომ გაზპრომი რომელიც გაზს ვერ ყიდის გაზი ჩაუწვა საქართველოს გაზს აძლევს უფრო ძვირად ვიდრე აძლევდა წინასწრებში. ეს უნდა გამოიძიონ თუ რამე გამოსაძიებელია. მოკლედ დიდ შარში ვარ გახვეული. გვეგონა რომ გადარჩით ყურლების და დასანქცირება უმძიმესი იქნება ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენი რკინიგზა და ეკონომიკისათვის. გვეგონა რომ იტალიისა ამ ლობირებამ გადაგვარჩინა, მაგრამ დღევანდელი სტატისტიკა ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, აღსაქმელი იქნება ევროკავშირისათვის.